წლების განმავლობაში ამ გაუხსნელი საქმეების მსხვერპლები ფიქრობდნენ, მიიღებდნენ თუ არა უდესმე სამართლიანობას. მაგრამ თითოეულ შემთხვევაში სამართალდამცველები აგრძელებდნენ მინიშნებების შესწავლას და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა საბოლოოდ გაეხსნათ დანაშაულები. Number 1. 6 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სამკაულების მაღაზია გაქურდეს, პოლიციამ გაუხსნელი საქმე გახსნა 2 ადრინდელი ქურდობის მტკიცებულებების გამოყენებით. Წარსვა მოხდა შეფერტონის თამასის სამკაულების მაღაზიაში 2010 წლის 27 თებერვალს. ქამის სიჩუმეში ვილაცამ ავსტრალიის ვიქტორიაში მდებარე მაღაზიაში სახურავიდან შეაღწია. ქურდის მაღაზიაში ჩასაშობად გამოიფენეს თოკი და შემდეგაც სწორედ ამ თოკით გაიქცა. მაღაზიის მფლობელი იმ დილით მივიდა და აღმოაჩინა, რომ $192,000-ზე მეტი ღირებულების სამკაული იყო დაკარგული. ვიდეო კამერების ჩანაწერები არ არსებობდა და პოლიცია სრულიად დაბნეული დარჩა. საქმე გარკვეული დროით შეჩერდა. 2014 წელს საქმეში პირველი დიდი გარღვევა მოხდა. უცნობი მიზეზების გამო პოლიციამ დანაშაული 2 სხვა ძარცვასთან დააკავშირა, რომლებიც 5 წლით ადრე მოხდა. 2005 წლის მარტში ქურდი შეიპარა სამუშაო ობიექტზე შეფერტონში. დაახლოებით $600 თანხა და ინსტრუმენტები მოიპარეს. ძარცვის დროს ქუდმა დაანგრია სავაჭრო აპარატი და აიღო 1 კილა კოკა-კოლა. სასმელის დალევის შემდეგ კილა დატოვა ადგილზე და ფულთან ერთად გაიქცა. მომდევნო თვეში კიდევ 1 ქურდობა მოხდა, ამჯერად სამშენებლო მასალების მაღაზიაში. ამჯერად ქურდმა ჰობეზე დაიზიანა თავი და დნმ-ის მტკიცებულება დატოვა. ორივე შემთხვევის დნმ-მა დაადასტურა, რომ ისინი დაკავშირებული იყო. 2014 წელს პოლიციამ დააკავშირა სამკაულების მაღაზიის ძარცვა, თუმცა ამ კავშირმა საქმე მაშინვე არ გადაწყვიტა. დნმ ბაზაში არსებულ არც ერთ ნიმუშს არ დაემთხვა. პოლიციას მხოლოდ იმედი უნდა ქონოდა, რომ დამნაშავე ისევ ჩაიდენდა დანაშაულს და ადგილზე დააკავებდნენ. 2016 წელს პოლიციამ გაიგო, რომ ეს უკვე მოხდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ეს სამი საქმე ერთმანეთს დაუკავშირეს, 30 წლის ალექს უილიამ ლეიკოქს ციხეში მიუსაჯეს სასჯელი შეიარაღებული ბანკის ძარცვისთვის. მისი სასჯელის ფარგლებში მან დნმ-ის ნიმუში ჩააბარა. დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებას დრო დასჭირდა, მაგრამ 2016 წლისთვის პოლიციამ ის სამ გაუხსნელ საქმეს დაუკავშირა. ამ დროისთვის ლეიკოქი უკვე გათავისუფლებული იყო ციხიდან და თავისი ცხოვრება შეცვალა. მან ძარცვები ჩაიდინა, რათა თავისი ნარკოტიკების მოხმარების ჩვევა დაეფინანსებინა და შემდეგ შეძლო ამ ჩვევაზე უარის თქმა. მან აღიარა ძარცვები და მიესაჯა ნაციობრივ პირობითი პატიმრობა. Number 3. Paul Eichmann-ის სიცოცხლის წარჩმევის ფაქტი 1985 წელს თითქმის იმდენ ხანს დარჩა გაუხსნელი, რამდენ ხანსაც ყვავილების გამყიდველი ცხოვრობდა. 35 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მისი სხეული მარტოხელა მაგისტრალზე იპოვეს, დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილმა დნმ-ის მტკიცებულებამ საბოლოოდ გამოავლინა, ვინ იყო პასუხისმგებელი. Paul Eichmann-ი დანაშაულის დროს 35 წლის ყვავილების გამყიდველი და ქალის იმიტატორი იყო, რომელიც ოკლაჰომა სიტიში ცხოვრობდა. მეგობრის თქმით ის ჰომოსექსუალი იყო და ზოგჯერ მამაკაცებს დასასვენებელ ადგილებში ხდებოდა. ის დროდადრო ავტოსტოპისტებსაც აღყავდა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევითი შეხვედრებიდან ერთმა საშინელი დასასრული მოიტანა, როდესაც პაულის ხედარი 1985 წლის 18 სექტემბერს აღმოაჩინეს. პაული იმ დროს ახლომდებარე თულსაში მდებარე კლუბიდან სახლში ბრუნდებოდა, მაგრამ სახლში აღარ მისულა. ამის ნაცვლად მისი ხედარი ავტობანის დასასვენებელ ადგილთან ახლოს დააგდეს. მას ხელზე მრავლობითი ცვლილებები ჰქონდა ბასრის საგნით მიყენებული. იმ დროს დანაშაულის გამოძიებისას პოლიციამ პაულის ხედავთან ახლოს სიგარეტის ნამწვავები იპოვა. მისი მანქანაც ახლოს იპოვეს და გარის სახელურზე ლატენტური თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს. რადგან ეჭვმიტანილები არ არსებობდა და მტკიცებულებებს დამთხოვა არ ჰქონდა, საქმე შეჩერდა. წლების განმავლობაში პაულის ოჯახი პასუხების ძიებას აგრძელებდა. მისი გაუხსნელი საქმე 52-დან ერთ-ერთი იყო, რომელიც ბანკოს კარტების ნაკრებში მოხდა და ციხეებში გაავრცელეს იმ იმედით, რომ რომელიმე პატიმარი ამოიცნობდა საქმეს და პასუხებს მისცემდა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ პატიმარს მართლაც ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც საქმეს გაახსლიდა, მაგრამ ის ნებაყოფლობით არ გამოსულა წინ. 2020 წელს, როდესაც დეტექტივები გაუხსნელ საქმეს ხელახლა სწავლობდნენ, მათ გამოიყენეს CODIS, FBI-ის გაერთიანებული დნმ-ის მონაცემთა ბაზა და აღმოაჩინეს დამთხვევა. 4 წლით ადრე 2016 წელს Earl Wellesley Wilson-მა მიიღო 5 წლიანი სასჯელი ცალკე დანაშაულისთვის. მას მოუწია თავისი დნმ-ისა და ანაბეჭდების ჩაბარება. ორივე დაემთხვა დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ მტკიცებულებებს. გამოკითხვისას Wilson-მა განაცხადა, რომ Paul-ს არასდროს შეხვედრია და არ ჰქონდა ახსნა, რატომ იყო მისი ანაბეჭდები Paul-ის მანქანის კარზე. მაგრამ საბოლოოდ სიმართლე გამოაშკარავდა. Wilson-ის ყოფილი ცოლი გამომძიებლებს უთხრა, რომ დანაშაულის დღეს მას ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდა და იქიდან წაიყვანა. მან მანამდე დაურეკა McDonald's-იდან, რომელიც დასასვენებელ ადგილთან ახლოს იყო და უთხრა, რომ სჭირდებოდა მისულიყო და წაიყვანა.
როცა მივიდა, ვილსონი იქ აღარ იყო, მაგრამ მოგვიანებით ბენზინგასამართ სადგურიდან დაურეკა. მან თქვა, რომ ვიღაცამ წაიყვანა, მაგრამ ძღოლმა რაღაც ისეთი გააკეთა, რაც ვილსონს არ მოეწონა. ამიტომ ვილსონმა მასზე იერიში მიიტანა. მან აღიარა, რომ არ იცოდა ის კაცი ცოცხალი იყო თუ არა. ვილსონმა საბოლოოდ აღიარა, რომ პოლი სიცოცხლე წაართვა და მას 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. Nobody Trameti 2003 წლის 3 მარტს 13 საათსა და 35 წუთზე ლეიტენანტმა ჯეფ გრინმა ვატაუგა ტეხასში სცადა როგორც ეგონა ჩვეულებრივი საგზაო შეჩერება გაეკეთებინა. დანაშაულის ჩამდენი სინამდვილეში ბანკის მძარცველი იყო, რომელიც წარმატებული ძარცვის შემდეგ გაქცევას ცდილობდა და ეს შეჩერება პოლიციელს თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დაახლოებით 15 წუთით ადრე, სანამ ლეიტენანტი გრინი დამნაშავის შეხვდებოდა, ეს კაცი ახლომდებარე ბანკ Once ძარცვავდა. ეჭმიტანილი შენობაში შევიდა ჩალის კობოური ქუდითა და კალბიულვაშით. მან მოლარეს უთხრა, რომ შეიარაღებული იყო და ფული მოითხოვა. მოლარემ მას უცნობი რაოდენობის ფული გადასცა და დამნაშავე წავიდა, ისე რომ არ გამოუყენებია იარაღი, რომელიც თან ჰქონდა. ის ციტერი ჯიპი Wrangler-ით მიიმალა დანაშაულის ადგილიდან. 13 საათსა და 35 წუთზე ლეიტენანტმა გრენმა შენიშნა ჯიპი, რომელიც სწრაფად მოძრაობდა და მის წინ საშიშ მანევრს ასრულებდა. მან მოტოციკლით დაედევნა მანქანას და სცადა მამაკაცი გზის ნაპირზე გაეჩერებინა. ამის ნაცვლად ჯიპი გზიდან გადავიდა, რათა შემოbrunებულიყო და პოლიციელს მანქანით შეუტია. დამნაშავემ ცეცხლი გაუხსნა ლეიტენანტ გრინს და კოჩში დაჭრა. პოლიციელმა საპასუხო ცეცხლი გახსნა, მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ ჯიპს მოხვდა. ლეიტენანტმა გრინმა სრულად გამოჯანმრთელდა, მაგრამ დამნაშავემ გაქცევა მოახერხა. პოლიციის ძალებმა დაიწყეს ეჭმიტანილის იდენტიფიცირება და მალე გამოავლინეს, რომ ის ასევე პასუხისმგებელი იყო სხვა რამდენიმე ბანკის ძარცვაზე. ის ჩვეულებრივ ყალბცვერს ატარებდა და ზოგჯერ გორმილსაც, თუმცა ეს როგორც ჩანს, არავისთან იყო დაკავშირებული. დანაშაულის რამდენიმე ადგილას დამნაშავემ DNMI-ის მტკიცებულება დატოვა, თუმცა ეს დამთხოვას არ გამოიწვია. ინფორმაციის მისაღებად არაერთი მოწოდება გაკეთდა და ერთ-ერთი ძარცვის ვიდეო თვალის კადრი გავრცელდა. პოლიციაში რამდენიმე მინიშნება შევიდა, მაგრამ არც ერთი არ დაეხმარა, ეხლა უკვე გაუხსნელი საქმის გახსნას. ბოლოს 2021 წელს პოლიციამ დანაშაულის გახსნის მიზნით გენეტიკურ გენეალოგიას მიმართა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით მათ შეძლეს მარკ ალენ ლონგი ეჭვიტანილად გამოევლინათ. ლონგი იმ დროს ოკლაჰომაში ცხოვრობდა და ოფიცრები შტატში გაემგზავრნენ, რათა დაედგინათ ემთხვეოდა თუ არა მისი DNMA. მას შემდეგ, რაც ოფიცრებმა ლონგი რესტორანში ჭამისას დააკვირდნენ, მათ აირას მის მიერ გადაკრილი ნივთები და ტესტები ჩაატარეს. დარასტურდა, რომ ლონგი ემთხვეოდა DNMS. ლეიტენანტმა გრინმაც ამოიცნო ლონგ ამოსაცნო ბრიგში. სანამ ლონგს დააკავებდნენ, ის 2022 წლის აპრილში გარდაიცვალა, მაგრამ გაუხსნელი საქმე საბოლოოდ გაიხსნა. ნომერი 13 ლიზა ჰოლსტედი ბოლოს ცოცხალი ნახეს 1986 წლის 12 აგვისტოს დილის საათებში. ის და მისი მეგობარი ბიჭი, ჯონ სარი, ოჯახური შეკრებიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა იკამათეს და ლიზა მანქანიდან გადავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ მისი ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ 36 წელი გავიდა, სანამ საქმე გაიხსნებოდა. ჯონი და ლიზა იმ დროს ერთად ცხოვრობდნენ უისკონსინის გრინ ბეის რაიონში. ლიზა იყო 5 წლის ბიჭის ჯერემის დედა, რომელიც იმ ღამით ოჯახთან ერთად რჩებოდა. ამიტომ ახალგაზრდა წყვილის სახლში დაბრუნებას არ ჩქარობდა. დაახლოებით ხამის 2 საათი და 30 წუთი იყო, როცა ლიზა ჯონის მანქანიდან ჩხუბის დროს გადავიდა. ისინი პინიდან დაახლოებით 1 მილის მოშორებით იყვნენ, მაგრამ ლიზამ თქვა, რომ ფეხით წავიდოთ. ლიზა სახლში აღარ დაბრუნებულა და როცა მეორე დილასაც არ გამოჩნდა, ჯონმა ჯერ ლიზას დედას დაურეკა. შემდეგ კი თავისი შეყვარებულის გაუჩინარება პოლიციაში განაცხადა. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მშენებლობის მუშებმა ლიზას ცხედარი დაინახეს ჭაობიან ადგილას, სადაც დღეს კინ კენიონის ბუნების პარკია. მისი ცხედრის ახლოს საბურავის კვალი იყო და მოგვიანებით გაირკვა, რომ მისივე ბლუზა გამოიყენეს მის მოსაკლავად. ჯონი თავდაპირველად ეჭვიტანილი იყო გამოძიებაში. ისინი ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ეს საეჭვად ჩანდა. ჯონი მუდმივად უარყოფდა საქმეში მონაწილეობას და არასდროს ყოფილა მტკიცებულება, რომ მან ლიზას სიცოცხლე წაართვა. თუმცა ის მაინც რჩებოდა ინტერესის პირად. ლიზას სხეულზე DNMA აღმოაჩინეს, მაგრამ იმ დროს ამით ბევრი ვერაფერი გააკეთეს. ლიზას საქმე მალე გაუხსნელი დარჩა. ლიზას გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე გაშუქდა ისეთ გადაცემებში, როგორიცაა Crime Stoppers-ი და პოლიციაში ახალი მინიშნებები შევიდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამართულდა. სლების განმავლობაში Green Bay's პოლიცია განაბრძოდა საქმის გადახედვას, რათა ლიზასთვის სამართლიანობა დაემყარებინა. ხალხს ხელახლა კითხავდნენ და მტკიცებულებებს თავიდან ამოძმებდნენ, მაგრამ მხოლოდ 2018 წელს გაჩნდა ტექნოლოგია, რომელმაც პოლიციას საბოლოოდ მისცა საშუალება ეს საქმე დაეხურა. დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი DNMA გენეტიკური გენეალოგიის ტესტირებისთვის გაგზავნეს. ეჭმიტანილის პროფილი შეიქმნა და ოჯახის ხე გამოიკვეთა.
კაცი სახელად Lou Griffin გამოიკვეთა როგორც პოტენციური ეჭვმიტანილი. Griffin Green Bay's რაიონში გადავიდა საცხოვრებლად ერთი თვით ადრე, სანამ ლიზა გარდაიცვალებოდა და მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად. მას ასევე ჰქონდა ძალადობის ისტორია, განსაკუთრებით ქალების მიმართ. Detective-ებმა Griffin-ი დაადევნეს თვალყური და შეაგროვეს ლუდის ქილა და სიგარეტის ნამწვავი, რომელიც მან გადააგდო. ორივე ნივთზე აღმოჩენილი DNA ემთხვეოდა იმ DNA-ს, რომელიც დანაშაულის ადგილას იპოვეს. როდესაც პირველად დაკითხეს, Griffin-მა განაცხადა, რომ ლიზას შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც DNA-ის მტკიცებულებებიც არ უდგინეს, მან აღიარა, რომ შესაძლოა იმ ღამეს, როცა ის გარდაიცვალა, მასთან შეხვედროდა, მაგრამ იმ ღამეს ალკოჰოლს სვამდა და აკრძალულ ნივთიერებებს იღენებდა. Griffin-ი დააკავეს და სასამართლოს წინაშე წარდგა, მაგრამ 2023 წლის იანვარში მან აღიარა, რომ ლიზას სიცოცხლე დაუდევრობით წაართვა. ნომერი 16. როცა 59 წლის Ray Jo Clarks 1991 წლის თებერვალში სიცოცხლე წაართვეს, ეს საქმე ვაშინგტონის ოლქის შერიფის ოფისისთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს იმიტომ, რომ ჯო მათიანი იყო, ლეიტენანტი, რომელმაც პოლიციაში 14 წელი იმუშავა. 2016 წელს ამ გაუხსნელი საქმისთვის პასუხისმგებელი ადამიანი საბოლოოდ გაასამართლეს. ჯო წესების მკაცრად დამცველი პოლიციელი იყო, რომელსაც შერიფის ოფისში თითქმის ყველა კარდად ექცეოდა. დანაშაულის დროს ის ხელმძღვანელობდა კამპანიას ბანდების წინააღმდეგ, რომლებიც არალეგალურ ნივთიერებებს ყიდნენ მარეტას, ოჰაიოს რეგიონში. 1991 წლის 7 თებერვალს მან ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა რაიონის გაწმენდის კამპანიაზე, შემდეგ კი დღე მეუღლესთან პატრიციასთან ერთად დასვენებაში გაატარა. იმ საღამოს წყვილი კალათბურთის თამაშს უყურებდა, როცა ჯო წამოდგა, რომ წასულიყო და საჭმელი მოედანა. როცა ის სამზარეულოში შევიდა, უკანა ფანჯრიდან ტყვია ესროლეს და ჯოს მოხვდა. ის ჩრილობის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო იმ დამნაშავის ძებნა, ვინც ამისთვის იყო პასუხისმგებელი. მიჩნეული იყო, რომ ჯოს მუშაობა, რომელიც უკანონო ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრას ეხებოდა, ის სამიზნედ აქცია. გარდა ამისა, იმ ხამეს დაბალი დონის გამსაღებელიც გაანეიტრალეს. პოლიციამ გამოკითხა საზოგადოების ის წევრები, რომლებიც მსგავს დანაშაულში იყვნენ ჩართული. მათ შეძლეს გამსახებლის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირის პოვნა, მაგრამ ჯოს შესახებ არავის არაფერი იცოდა. უმეტესობას არც კი სმენოდა ვინ იყო ის. დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ მტკიცებულებებს შორის იყო ტყვის მასრები და ჩეკმების ნაკვალევი ჯოს ეზოში. მოწმეებმა ასევე განაცხადეს, რომ ჯოს სახლთან ახლოს საეჭვო მანქანა ნახეს. ეს იყო ლურჯი Ford Pinto, რომელიც გარეთ ძრავაჩართული იდგა. თუმცა არავის არ დაუნახავს მძღოლი კარგად. პოლიციის დიდი ძალის ხმების მიუხედავად, საქმე ჯიხში შევიდა. 2012 წელს შერიფის ოფისმა შექმნა გადაუხსნელი საქმეების განყოფილება და ჯოს საქმე ხელახლა განიხილეს. მათ შეძლეს დაედგინათ დანაშაულში გამოყენებული იარაღის ტიპი, რომელიც პოლიციელებისა და სამხედროებისთვის სტანდარტული შეიარაღება იყო. შემდეგ მივიდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც საბოლოოდ დაეხმარა საქმის გახსნას. რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე დანაშაული მოხდებოდა, ჯო ხელმძღვანელობდა გამოძიებას თავისი კოლეგის წინააღმდეგ. მოადგილე მიჩელ რუბლემ თავდასხმა განახორციელა ქურდობის ეჭვმიტანილზე, რათა მისგან აღიარება მიეღო. რუბლე პოლიციის რიგებიდან გაათავისუფლეს და განსაკუთრებით ჯოს მიმართ იყო გაბოროტებული. რუბლეს ალიბი ჰქონდა იმ შემაძრწუნებელი დანაშაულის ღამეს. ის მეგობართან ბაბ სმიტბერგერთან ერთად იყო. სმიტბერგერმა თავდაპირველად დაადასტურა ალიბი, მაგრამ იმუნიტეტის მიღების შემდეგ აღიარა, რომ რუბლე ჯოს სახლამდე მიიყვანა და გარეთ ელოდა, სანამ რუბლე ჯოს სიცოცხლეს წაართმევდა. დანაშაულში გამოყენებული იარაღიც ამოიღეს. რუბლემ მაინც არ აღიარა დანაშაული, მაგრამ ორი სასამართლო პროცესის შემდეგ იგი დამნაშავედ ცნეს და სიცოცხლის ბოლომდე ციხეში გაატარა. ნომერი 15. 1991 წლის 22 იანვარს კალიფორნიის ქალაქ თერმალში ბორცვის ძირას ადამიანის ნეშტი ნაწილობრივ დაუფარავი იცვა. გაცრმა უდაბნოს კლიმატმა ნეშტის იდენტიფიცირება ტრაგიკულად გაართუა და დაკარგულ პირს თან არ ჰქონდა არანაირი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. მიუხედავად Riverside-ის ოლქის შერიფის დეპარტამენტის საუკეთესო გამოძიებისა, მათ მხოლოდ ის შეძლეს, რომ ეთქვათ, ეს იყო ქალის ცხედარი და აქედან მოყოლებული უცნაური საიდუმლოება გაუხსნელი დარჩა. დაახლოებით იმავე პერიოდში Catherine Coffey-ს ნათესავები იწყებდნენ შეშფოთებას თავიანთი დაკარგული ახლობლის გამო. Catherine Coffey იყო Baldwin Park-ის კალიფორნიის მკვიდრი, რომელმაც დაამთავრა Scripps-ის კოლეჯი Claremont-ში, პატარა ჰუმანიტარული სასწავლებელი Los Angeles-ის დასავლეთით. Catherine Coffey ბოლოს ნახეს ინდიოში, დაახლოებით 1989 წლის ბოლოს ან 1990 წლის დასაწყისში. და მიუხედავად იმისა, რომ ის დამოუკიდებელი იყო, მისი იდუმალი გაუჩინარება მისთვის არადამახასიათებელი იყო. თუმცა კეთრინის მოულოდნელი დასასრულის შესახებ ისინი წლების განმავლობაში ვერ გაიგებდნენ.
2022 წლის დასაწყისში Riverside-ის ოლქის პროკურატურა თანამშრომლობდა ოთრამთან, გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიასთან, რათა მეტი ინფორმაცია მიეღოთ Coachella-ს ველზე არსებულ გაუხსნელ საქმეზე, რომელიც უცნობ Jane Doe-ს ეხებოდა. დენმაის მონაცემთა ბაზის გამოყენებით, Riverside-ის გაუხსნელი საქმეების ჯგუფმა შეძლო სავარაუდო დამტყევის აღმოჩენა Catherine Coffey's და დამატებითი ტესტირების შემდეგ მათ საბოლოოდ შეძლეს დაედასტურებინათ, რომ Catherine Coffey სინამდვილეში დაკარგული Jane Doe იყო. მიუხედავად იმისა, რომ Coachella-ს ველის Jane Doe-ს საიდუმლო უკვე ამოხსნილია, Catherine Coffey-სთან მომხდარი საიდუმლო კვლავ უცნობია. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ მის საქმეში შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედება იყო ჩართული. ყველა ვისაც შეიძლება კონდეს რაიმე ინფორმაცია Catherine Coffey-ს შესახებ, ან ვინც შესაძლოა რაიმე საეჭვო შენიშვნეს თერმალში, კალიფორნიაში 1991 წლის იანვრის ბოლოს მოუწოდებენ დაუკავშირდნენ Riverside-ის ოლქის რეგიონულ გაუხსნელი მკვლელობების ჯგუფს ნომერზე 951 955 2777 ნომერ 14 2016 წლიდან დასავლეთ ავსტრალიის პატარა ქალაქ Tom Price-ის მცხოვრებლები უნებლიე მონაწილეები გახდნენ შემზარავის საიდუმლოსი. 2 წელიწადნახევრის განმავლობაში პოლიციამ და პატარა საზოგადოებამ მიიღეს 16 შემზარავი, მაგრამ ნამდვილი ისტორია დამნაშავეზე, რომელიც ფანჯრებიდან ან ეზოებიდან უთვალთვალებდა ადამიანებს საკუთარ სახლებში. ქალები აცხადებდნენ, რომ შემოჭრილი მაშინ მოდიოდა, როცა მათი მეუღლეები ან პარტნიორები სახლში არ იყვნენ. განსაკუთრებით მარტოხელა ქალები ხდებოდნენ განმეორებითი შემთხვევების სამიზნე. კაცს თითქოს ყოველთვის სუსტად იცოდა, როდის იყვნენ ისინი სახლში მარტო. რამდენიმე მცხოვრებმა ისაუბრა ცვირადღირებული ვიდეო თვალთვალისა და უსაფრთხოების კამერების დაბნებაზე. წლების განმავლობაში ინციდენტები გრძელდებოდა, საბოლოოდ კი საქმე გადაეცა გაუხსნელ საქმეთა კატეგორიას, რადგან დამნაშავის გადასაჭერად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. და ბოლოს 2018 წლის ზაფხულში ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც ის უმიზნებდა, ნათლად ამოიცნო ეს პიროვნება. ამ დანახვამ წინამსხორბთა ჩვენებებთან ერთად პოლიციას საკმარისი მტკიცებულება მისცა, რომ ეჭვმიტანილად გამოეკულიათ ამ რაიონის ყოფილი მცხოვრები Damon Bruce Gillespie. ნამდვილი დანაშაულის ანგარიშების მიხედვით 47 წლის Damon Bruce Gillespie ახერხებდა ქალების განრიგის გარკვევას და მათ მიზანში ამოღებას მაშინ, როცა ისინი მარტო იყვნენ. მთელი ქალაქი ერთად მუშაობდა იმისათვის, რომ ეს საშიში საიდუმლო ამოხსნილიყო. თავისი დანაშაულებისთვის Damon Bruce Gillespie-ს მიესაჯა პირობითი სასჯელი 1 წლიანი მკაცრი ზედამხედველობითა და კონსულტაციებით. ნომერი 13. 2021 წლის ნოემბერში ფედერალურმა აგენტებმა ბრუკლინის რეზიდენციაში ჩაატარეს რეიდი, რათა დაეკავებინათ Quashan Bartoni. თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილი არსად ჩანდა და თითქმის 1 წლის განმავლობაში ის გამომძიებლებს არიდებდა თავს. მას ბრალადდება თითქმის $150,000 მოპარვა, რომელიც პანდემიის დროს შეზღუდული დახმარების სახით იყო განკუთვნილი მათთვის, ვინც ლოკდაუნის გამო სირთულეებს განიცდიდა. Quashonმა გავრცელებული ინფორმაციით მინიმუმ 4 ადამიანის იდენტობა მოიპარა, რათა თაღლითურად მიიღო ეს თანხა, რომელიც შემდეგ გამოიყენა, რომ გაქცეულად კანონისგან დამალულად ფუფუნებაში ეცხოვრა. Postis გამომძიებელი ოჯახთან ერთად სტუმრობდა Animal Kingdoms, როდესაც მან შენიშნა გაქცეული დამნაშავე. მან მამაკაცი მარტივად ამოიცნო, რადგან მის კისერზე უჩვეულო ტატუ ჰქონდა. მამაკაცმა დაურეკა Florida's Orange County შერიფის ოფისს და აცნობა, რომ ფედერალური ძებნილი პარკში იმყოფებოდა. დაახლოებით 1 საათის შემდეგ Quashoni სამართალდამცველებმა დააკავეს, როცა ის ავტობუსის გაჩერებაზე 2 ოჯახის წევრთან ერთად ელოდებოდა. მას ბრალადდება მოპარული იდენტობების გამოყენება ბოლო 1 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ მან უარი თქვა ეღიარებინა თავისი მინაობა, მაშინაც კი როცა ანაბეჭდების დამთხოვამ მისი იდენტობა დაადასტურა. მას საუკანეს ბრალი დაკავებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში და საბოლოოდ 2022 წლის ოქტომბერში იგი ფედერალური ორგანოების პატიმრობაში გადაიყვანეს, სადაც სასამართლოს მოლოდინში რჩება. ნომერი 12. 1920 წლის 22 იანვარს Evelyn Mary Fisher Bamworthy სახლში მარტო იყო და ახლახან მიღებული მუხლის ტრაუმისგან აღდგენას ცდილობდა. Evelyn 32 წლის მირამარში, ფლორიდაში, მობილურ სახლში ცხოვრობდა თავის მეუღლე ჯონთან ერთად. მისი სიცოცხლე მოულოდნელად დასრულდა, როდესაც სახლში შემოჭრილი თავდამსხმელი ფანჯრიდან შეიჭრა და იმავე გზით გაიქცა. მომხდარის დამნაშავის ვინაობა 10 წლეულების განმავლობაში საშიშ ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩებოდა. დღემდე ეს რჩება ყველაზე ძველ გაუხსნელ საქმედ, რომელიც მირამარის დეტექტივებმა გახსნეს. სრულიად მოულოდნელ დასასრულში, რომელიც საჯაროდ 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, თითქმის 43 წლის შემდეგ Evelyn-ის თავდამსხმელი ამოიცნეს როგორც მეზობელი, რომელიც სულ რაღაც 12 სახლით მოშორებით ცხოვრობდა, სახელად Ronald A. Richards-ი ერქვა.
თავდასხმის დროს რონალდი გირაოზე იყო გათავისუფლებული. მას შემდეგ რაც 1975 წელს თავისი შეყვარებულის მიმართ თავდასხმას სცადა. ის დანაშაულის შადენიდან სულ რამდენიმე თვეში ამოიცნეს როგორც ეჭმიტანილი ამ იდუმალ გაუხსნელ საქმეში, მაგრამ არასდროს არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომ მისი მონაწილეობა საბოლოოდ დაემტკიცებინათ. თუმცა DNA-ის ექსპერტიზის სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის წყალობით გამომძიებლებმა 2022 წელს საბოლოოდ შეძლეს რონალდის დანაშაულის დამტკიცება და ამ საიდუმლოს გახსნა. Evelyn-ის გარდაცვალებიდან მალევე რონალდმა კიდევ ერთი თავდასხმა ჩაიდინა ახლომდებარე ვოუსიას ოლქში, ფლორიდაში. ის ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. პოლიცია მიიჩნევს, რომ მისი დანაშაულების შესახებ კიდევ მეტი ისტორია არსებობს და ისინი ახალ მტკიცებულებებს ყვავით ძიებენ. ნომერი 11. როცა კარა რობინსონი 15 წლის იყო, მეგობრის სახლის ეზოში მცენარეებს რწყავდა, როცა მოულოდნელად იარადის ლულას გადააწყდა და მამაკაცის მანქანაში ძალით ჩასრეს. შემდეგი 18 საათის განმავლობაში, სანამ მისი საყვარელი ადამიანები მის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ საშიშ საიდუმლოს ებრძოდნენ, კარა იმყოფებოდა ადამიანის ტყვეობაში, რომელიც უბრალოდ საშიში კი არა, სერიული მკვლელი იყო. 2002 წლის 24 ივნისს კარა თავის საუკეთესო მეგობარ ჰიზერის სახლში სტუმრობდა. როდესაც ის ეზოში იდგა, მუქი მწვანე ფერის Pontiac Trans Amის მძღოლი მამაკაცი ეზოში შევიდა. ამ ადამიანს რიჩარდ ევანიც ხელში საქაღალდა ეჭირა და საშუალო ასაკის კაცი იყო. კარამ ის არაფრით გამორჩეულ ადამიანად აღწერა და როცა ის მიუახლოვდა, საერთოდ არ შეშინებია. მან უთხრა, რომ მეზობლად ჟურნალებს არიგებდა და კითხა, სახლში იყვნენ თუ არა მისი მშობლები. როცა უთხრა, რომ ეს მისი სახლი არ იყო და ჰეზერის მშობლებიც სახლში არ იყვნენ, სწორედ მაშინ დაარტყა რიჩარდმა. ის ჰეზერისკენ ისე წავიდა, თითქოს ჟურნალების გადაცემა უნდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად იარაღი ამოიღო და უბრძანა. ჩასულიყო მისი მანქანის უკანა სავარძელზე მდებარე პლასტმასის შესანახ კონტეინერში. გავიდა ცოტა დრო და რიჩარდმა მანქანა გააჩერა. კარას ხელბორკილები დაადო და პირი აუფარა. შემდეგ ის თავის ბინაში მიიყვანა, რომელიც სავსე იყო დანაშაულის ადგილის მტკიცებულებებით. უცნაურ, მაგრამ რეალურ საშიშ ამბავში, კარა, რომელიც გაქცევას აპირებდა, შეძლო რიჩარდის სახელი გაეგო მისი წერილების წაკითხვით. კარამ სწრაფად იაზრა და ასევე დაიმახსოვრა მისი გარეგნობა და მისი ექიმისა და სტომატოლოგის სახელები, რომლებიც მაცივარზე დატოვებულ მაგნიტებზე ეწერა. კარამ გადაწყვიტა, რომ რიჩარდის ნდობა უნდა მოეპოვებინა, რათა მანიპულაციით გაქცევის შესაძლებლობა მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ ის საათების განმავლობაში თავს ესმოდა, კარა თავის გამტაცებელთან საუბრობდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი პირადი ინფორმაცია გაეგო მის შესახებ, რათა პოლიციას ყველა ნამდვილი ამბავი დეტალურად მოეყოლა. როცა რიჩარდი დაიღალა, მან კარას აწოვის ჩარჩოზე მიაბა ხელბორკილებით მის გვერდით. დილით ადრე, როცა ის ეძინა, კარამ გაბედული გაქცევა მოახერხა. შუმად მოიხსნა ხელბორკილები ხრახნების მოშვებით, გააღო კარი და შენობიდან რაც შეიძლება სწრაფად გაიქცა. კარა პარკინგზე მდგომ მანქანასთან მიირბინა და შიდმით მყოფ მამაკაცებს უთხრა, რომ იგი გაიტაცეს. მათ სწრაფად მიიყვანეს იგი პოლიციის განყოფილებაში, სადაც კარამ პოლიციელებს ყველაფერი უამბო, რაც ბოროტ სერიულ მკვლელ რიჩარდზე გაიგო. იმ დროისთვის, როცა გამომძიებლებმა მის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, სერიული მკვლელი უკვე სამართალს გაექცა და კვლავ თავისუფლად მოძრაობდა. დახურულ ჩემოდანში რიჩარდს ინახებდა გაზეთის ამონაჭრები ახალგაზრდა ქალებზე, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მოულოდნელად დაიღუპნენ. ასევე ხელნაწერი ჩანაწერები სამ გოგონაზე: სოფია სილვა, კეთი ლისკი და კრისტენ ლისკი. რიჩარდი სწრაფად გახდა ამ გაუხსნელი საქმეების მთავარი ეჭმიტანილი. გამომძიებლებმა შეძლეს მისი კვალის პოვნა სარასოტაში, ფლორიდაში, სადაც მას დათან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. მაღალი სიჩქარის ავტობანის დევნის შემდეგ რიჩარდი პოლიციამ მოინწყდია და საბოლოოდ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ვიდრე სამართლის წინაშე წარდგომოდა, რომელსაც იმსახურებდა. თუმცა კარას მამაცურმა გაქცევამ და სწრაფმა აზროვნებამ არა მხოლოდ საკუთარი თავი გადაარჩინა, არამედ სოფიას, კეითის და კრისტენის ოჯახებს სიმშვიდე მოუტანა, რაც სამი გაუხსნელი საქმის ფაქტობრივად საბოლოოდ გახსნას ნიშნავდა. დღეს კარა სპიკერია და სამართალდამცავი ორგანოს გამომძიებელია. მისი პირადი ვებგვერდის მიხედვით ის თვლის, რომ გადარჩა და მძიმე ისტორიას ატარებს, რათა იმედი და გამხნევება მისცეს სხვა გადარჩენილებს და აჩვენოს, რომ ისინი თავიანთ ნამდვილ საშინელებათა ისტორიებში მარტო არ არიან. Number 8. Catherine Knight დაიბადა და გაიზარდა არატრადიციულ და დისფუნქციურ ოჯახში, სადაც მას ჰყავდა ძალადობრივი ალკოჰოლიკი მამა და დედა, რომელიც უარს ამბობდა მის და სხვა მამაკაცი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დადგომაზე. ამის ნაცვლად ბარბარა რონი თავის ქალიშვილებს ასწავლიდა, უბრალოდ მოეთმინათ ეს ყველაფერი და შეწყვეტოდათ წუწუნი. ამგვარმა აღზრდამ უდავოდ ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა ყველა ბავშვზე, მათ შორის ყველაზე მეტად კეთრინ ნაიტზე.
როცა ის საშუალო სკოლაში სწავლობდა, მას მარტო სულად და მოძალადედ მოიხსენიებდნენ, რადგან ის უმცროს მოსწავლეებზე დომინირებდა. ერთხელ მან სკოლაში ბიჭს იარაღითაც კი შეუტია. როცა ბრაზის მდგომარეობაში არ იყო, ნაითი წარმატებული მოსწავლე იყო და კარგი ქცევისთვის ჯილდოებსაც იღებდა. მაგრამ არც ერთი განათლება ვერ გაათავისუფლებდა მის გონებას ჩახშობილი ძალადობისგან, რომელიც მას ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვა. ზრდასრულ ასაკში ნაითი გადავიდა აბერდენში, ახალი სამხრეთი უელსი, სადაც მას გამოცდილი ხორცის დამამუშავებლის სახელი ჰქონდა. უმეტესად ის ამ რეპუტაციას ინარჩუნებდა, თუმცა ასევე ცნობილია, რომ ძალიან ადვილად ფეთქდებოდა. ეს რისკვა მის პირველ ქორწინებაში გამოვლინდა, როცა მან გამათის შემდეგ თავის ქმარს ტაფით თავის ქალა გაუტეხა. მან ასევე მაკრადელი გამოევენა სხვა პარტნიორის წინააღმდეგაც. ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი აშკარად იყო, მაგრამ მომდევნო პარტნიორები, რომლებთანაც ის აღმოჩნდებოდა, ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ. 1995 წელს ჯონ პრაისი და კეტრინ ნაითი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. პრაისს უკვე ჰყავდა 3 შვილი, რომლებმაც როგორც ჩანს, მისი ახალი მეგობარი გოგონა მაშინვე მიიღეს. 3 წლის შემდეგ მათი ურთიერთობის დაწყებიდან წყვილს კამათი მოუვიდა იმის გამო, რომ პრაისი უარს ამბობდა ნაითზე დაქორწინებაზე და საპასუხოდ ნაითმა ვიდეოზე გადაიღო სავარაუდო ნიუტები, რომლებიც მისმა პარტნიორმა სამსახურში მოიპარა და ეს ჩანაწერი მის უფროსს გაუგზავნა. 17 წლის მუშაობის შემდეგ ის გაათავისუფლეს. იმავე დღეს მან თავისი შეყვარებულის სახლიდან გააგდო, თუმცა რამდენიმე თვეში ურთიერთობა ისევ აღადგინეს. თუმცა ჩხუბი არ შეწყვეტილა, რის გამოც ბევრმა პრაისის მეგობარმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. მეზობლებსა და თანამშრომლებს ესეთი დრამა არ უნახავთ და არც არავის ჰქონდა ამის მოლოდინი. მაგრამ ნაითი ძალადობდა და ერთხელ თავის პარტნიორს ბასრის სადნითაც კი დაესხა თავს, რის გამოც მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გასცეს. ამ ყველაფრის მიუხედავად ისინი კიდევ ერთხელ შერიგდნენ. 2000 წლისთვის პრაისმა ახალი სამსახური დაიწყო და მარტში ყველაფერი საბოლოო დრამატული მოქმედებით დასრულდა. წლის 29 თებერვალს პრაისმა თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ თუ მეორე დღეს სამსახურში არ მივიდოდა, პოლიციას უნდა დაერეკათ. 1 მარტს დილის 6 საათზე მეზობლები შეშფოთდნენ, როცა დაინახეს, რომ კაცის მანქანა ისევ ეზოში იდგა და როცა ის სამსახურში არ მივიდა, თანამშრომლებმა მისი ძებნა დაიწყეს. როგორც თანამშრომლებმა, ასევე მეზობლებმა სცადეს სახლის მეპატრონის ყურადღების მიქცევა, მაგრამ ცითლად მოსრულმა შესასვლელმა კარმა ისინი აიძულა პოლიციაში დაერეკათ. როცა პოლიციელები სახლში მივიდნენ, კარი შეამტვრიეს, რადგან არ იცოდნენ, როგორი შემზარავი სურათი დახვდებოდათ. შიგნით ნაითი თვითონვე იყო კომაში ჩავარდნილი, რადგან დიდი რაოდენობით საძილეაბები ჰქონდა მიღებული, ხოლო პრაისის სისხლი სახლს ახალ, მუქ წითელ ფერში ღებავდა. შემდგომა გამოძიებამ საბოლოოდ დაადგინა, საიდან მოდიოდა ეს სითხე. ახლახან დამონტაჟებულ ხორცის კაუჩზე ეკიდა ადამიანის კანი. პრისის გაშიშვებული თორსი მისაღებ ოთახში იპოვეს, თავი აკლდა. გამომძიებლები, რომლებიც ამ სანახაობამ შეძრა, დაკარგული სხეულის ნაწილების ძებნას შეუდგნენ. სამზარეულოში მათ ნახეს სუფთად გაწყობილი მაგიდა, რომელზეც ეწყო შემწვარი კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, გოგრა, სოუსი და არაცხოველური ხორცის ულუფები. ქვაბი, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო შეხებისას, ღუმელზე იდგა. სახურავი ხოხმანით აიცია, მაგრამ როცა ოფიცრები საკმარისად გაბედულები აღმოჩნდნენ შიგნით ჩაეხედათ, მათ იქ ბოლო დაკარგული ნაწილი დახვდათ, რომელიც მათ შემოხურებდა. იმავე წამს ნაითი ხელბორგილებით დააბეს, პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე დვეს და ციხის საკანში გადაიყვანეს, სადაც სასამართლოს თარიღს ელოდა. 2001 წელს სასამართლო პროცესზე ნაითმა მკვლელობა აღიარა, ხოლო მის შემდეგ გამოტანილმა განაჩენმა ავსტრალიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა. კეტრინ ნაითი ავსტრალიაში პირველი ქალი იყო, რომელმაც უადო პატიმრობა მიიღო პირობი გათავისუფლების უფლების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მას აღარასოდეს ერევსება დღის სინათლის ნახვა. Number 9. 2022 წლის 12 აპრილის დილა იყო, როდესაც ნამდვილი ქაოსი ნიუ-იორკის ქალაქის ყოველდღიურობა შეიჯრა. იმ დღეს დილის 8 საათსა და 24 წუთიდან 29 საათის განმავლობაში ქალაქში მასშტაბური ძებნა მიმდინარეობდა. ხელისუფლება ეძებდა კაცს, რომელმაც დღისით ყველას თვალწინ თავხედური დანაშაული ჩაიდინა. კაცი, რომელსაც ეძებდნენ, იყო აფრო-ამერიკელი, სხვილი აღნაგობის, მელოდი და თვალების ქვეშ მუქი რგოლებით. აპრილის 13-ში პლუს 1 საათზე პოლიციამ ბოლოს და ბოლოს მიიღო ის დიდი ხნის ნანადრე ინფორმაცია, რომელიც დამნაშავის დაჭერასა და სამართლიანობის აღდგენას უზრუნველყოფდა. ინფორმაცია შევიდა East Village-ში მდებარე McDonald's-იდან, ხოლო დამრეკავი არავინ სხვა იყო თუ არა, თავად ეჯმიტანილი 62 წლის Frank Robert James-ი. იმის შემდეგ, რაც სამართალდამცავებს თავისი ადგილმდებარეობა აცნობა, ჯეიმსი ნელა გაეცალა იქაურობას. მეორე დღეს 1:40 საათზე ნიუ-იორკის პოლიციის პატრულის ოფიცრები ეჯმიტანილს St. Mark's Place-ისა და First Avenue-ს კუთხეში იპოვიან. მას ხელბორგილები დაადეს და საპატიმროში გადაიყვანეს.
ის რაც ჯეიმსმა იმ საბედისწერო დღეს გააკეთა, ნამდვილად შემაშფოთებელია. ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ცეცხლსასროლი არ არის კონტროლის აუცილებლობას. ამან ასევე ტრავმა მიაყენა ჩვეულებრივ მგზავრებს, რომელთაგან ბევრმა შემდეგ ალტერნატიული გზა მოძებნა სამსახურში მისასვლელად. ეს მოხდა დილის პიკის საათში, როცა ჯეიმსი, რომელიც მშენებლის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, მანჰეტენის მიმართულებით მიმავალ მეტროს შეავიდა. მეტროს ვაგონში ათეულობით ჩვეულებრივი მგზავრით შევიდა, რომლებიც ვერ წარმოიდგენდნენ რა საშინელება ელოდათ წინ. მომხდურმა ამოიღო გლოკ 17-ის ტიპის პისტოლეტი და მგზავრები ვაგონის მეორე მხარეს მიაყენა. შემდეგ მან ამოიღო კვამლის ხომბარები და აამოქმედა ისინი, რის შედეგადაც ყველას ხედვა შეეზღუდა. მგზავრები ერთ ნაწილში შეჯგუფდნენ, რაც მას სროლის თავისუფალ ხაზს აძლევდა. ნახევრად ავტომატური გაზრდილი მჩიდით, ჯეიმსმა სასხლეც გამოქრა. იერახიდან სრაფი მიმდევრობით 22 გასროლა მოხდა, რომლის ექოც ვაგონში გაისმა, როცა მატარებელი ბრუკლინის სანსეტ პარკის სადგომში შევიდა. ჭრილობების, ბრბოს და აზიანებებისა და კვამლის ჩასუნთქვის შედეგად 200 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწაულებრივად, არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა მიღებული დაზიანებების შედეგად. გამოძიება მაჩვენა, რომ ეს ქმედება მიუხედავად იმისა დავით იმისა, რა სიტყვის ჯეიმსი, წინასწარ იყო დაგეგმილი. მთავარმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ არ ქონდა განზრახული ვინმესთვის ზიანის მიყენება და რომ მას შიზოფრენიის ეპიზოდი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მართლაც აქვს ასეთი დიაგნოზის ისტორია, ჯეიმსის წინა ქმედებები და შემდგომი მოქმედებები მიუთითებს, რომ ეს განზრახგაკეთებული იყო. საბოლოოდ ჯეიმსმა დანაშაული აღიარა 11 მუხლში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 10 მსხვერპლიდან თითოეულისთვის და 1 ძალადობრივი დანაშაულის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გასროლისთვის. შემდეგ მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. Number 1. იოახიმ გუსმანი, ელ ჩაპო, ერთდროს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალი დედამიწაზე. ის იყო სინალოას კარტელის ხელმძღვანელი, ყველაზე ძლიერი კრიმინალური ორგანიზაცია მექსიკაში მე-20 საუკუნის ბოლოს. გუსმანი დაიბადა და გაიზარდა სიფარიბეში და შორეულ სინალოაში, რომელიც მრავალი ცნობილი ნარკოტრაფიკანტის სამშობლოა. მისი კრიმინალური კარიერა დაიწყო გვადალახარას კარტელში, რომელსაც მაშინ მიგელ გაიარდო ხელმძღვანელობდა. გუსმანმა იერარქიაში მალევე აიწია და როდესაც კარტელი 1980-იან წლებში დაიშალა, ის სინალოას კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი გახდა. გუსმანის ხელმძღვანელობით ამ კარტელმა შეიმუშავა მართლაც კრეატიული კონტრაბანდის მეთოდები და უკიდურესი ზომები. ერთ-ერთი ესეთი ზომა იყო კონდიცირებული გვირაბების შექმნა, რომლებიც მექსიკა აშეცეში საზღვრისქვეშ გადიოდა. მათ მოახერხეს ნარკოტიკების სხვადასხვა სახეობის გადატანა ამერიკაში, ჩილი წიწაკის ქილებსა და სახანძრო ჩამქრობებში დამალვით. ამ მეთოდებით ნარკოტიკები შეეძლოთ კატაპულტით გადაეგდოთ შეერთებულ შტატებში, რაც უკანონო ნივთიერებების კრიზისის განვითარებას იწვევდა. ელ ჩაპო იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ დროსაც კი, როცა ციხეში იჯდა, თავისი იმპერიის ხელმძღვანელი გახდა. 1993 წელს ის დააგავეს და მექსიკაში ექსტრადირება მოახდინეს, სადაც მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და გაამართლეს, მაგრამ ნარკოტიკების ტრაფიკინგსა და ცეცხლსასროლი იარაღის ფლობაში დამნაშავედ ცნეს, რის გამოც 20 წლით მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში მიუსაჯეს. კორუფციამ გუსმანს მისცა შესაძლებლობა ქთამების სანაცვლოდ ფართო თავისუფლებები მიეღო და ციხის მცველები სიამოვნებით უწყობდნენ ხელს. ბეტონის გალიიდან, სადაც ის იყო გამომწყვდეული, ელ ჩაპო მართავდა თავის იმპერიას და 1995 წელს სინალოას კარტელის ლიდერად დასახელდა. 2001 წელს, როცა სასჯელის 8 წელი ჰქონდა მოხდილი, ციხის მცველების დახმარებით დამნაშავე გაიქცა. 21 საუკუნის დასაწყისისთვის მიიჩნეოდა, რომ გუსმანი პასუხისმგებელი იყო ნარკოტიკებზე, რომლებიც კოლუმბიიდან და მექსიკიდან შეერთებულ შტატებში გადაჰქონდათ. გამოძიების ანგარიშების მიხედვით, ის ასევე ამ უკანონო ნივთიერებების ყველაზე დიდი კონტრაბანდისტი იყო. ზოგიერთი გამოძიების მიხედვით, ნარკობარონს წლიური შემოსავალი დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ჰქონდა. გუსმანი იმდენად ცნობი გახდაობილი გახდა. მისი სტატუსი ფოლკლორისტონემდე აიწია. ის კანდიდებული იყო და გმირად მიიჩნეოდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მის მიმართ ასეთი წარმოდგენა არ ჰქონდა. მათთვის ის იყო საზოგადოებისთვის საშიში მტერი, რომელიც უნდა დაეპატიმრებინათ. წლების განმავლობაში ის არიდებდა დაპატიმრებას, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტულ სამიზნედ იყო გამოცხადებული და მიუხედავად იმისა, რომ მისი დაპატიმრებისათვის 5 მილიონი დოლარის მნიშვნელოვანი ჯილდო იყო დაწესებული, საზოგადოება დუმილს ინარჩუნებდა, რაც კარტელის საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აძლევდა, სანამ ის საბოლოოდ კვლავ არ დააპატიმრეს 2014 წლის თებერვალში. ის იმალებოდა და მისი კვალზე გასვლა შესაძლებელი გახდა აშეცეშის ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოსა და მექსიკის საზღვაო ქვეითების რამდენიმე კვირიან ოპერაციაში. ამჯერად ის ალტიპლანოს ციხეში გადაიყვანეს, რომელიც ასევე მაღალი უსაფრთხოების დაწესებულებაა. თუმცა 2015 წლის 11 ივლისის ღამეს მან კიდევ ერთხელ მოახერხა გაქცევა.
ამჯერად მას არ დასჭირებია მცველების მოსყიდვა, არამედ გაიქცა შხაპის ქვეშ მდებარე შახტი, რომელიც მის საგანში იყო. შახტი 1 მილი სიგრძის გვირაბამდე მიდიოდა, რომელიც სამშენებლო მოედანზე მთავრდებოდა. 6 თვის განმავლობაში El Chapo's ზებნა კვლავ გრძელდებოდა. და 2016 წლის იანვარში ის საბოლოოდ დააგავეს სროლის დროს და ექსტრადირება გაუკეთეს შეერთებულ შტატებში, სადაც მას სხვადასხვა დანაშაულში წაუყენეს ბრალი. იგი დამნაშავედ ცნეს ნარკოტრეფინგში, ფულის გათეთრებასა და მკვლელობის შეთქმულებაში. მისი სასამართლო პროცესი 2018 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წელს იგი დამნაშავედ ცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ისე რომ ვეღარასდროს გაიქცეოდა. Number 7. 2020 წელს 54 წლის მეტროპოლიტენის პოლიციის სერჟანტი მეტ რატანა, რომელიც პენსიაზე გასვლას უახლოვდებოდა, სასიკვდილოდ დაჭრეს. 25 სექტემბერს 23 წლის ლუის დე სოუზა კანაფის ფლობისთვის გააჩერეს. ოფიცრებმა ვერ შენიშნეს მასზე დამალული ანტიკური კოლტის რევოლვერი და ვაზნები. რადგან კროიდანის Windmill Road-ის დაკავების განყოფილებაში მეტალ დეტექტორები არ იყო, დე სოუზამ იარავის შიგნით შეიტანა. მეორე ჩრეკის დროს, როცა ხელბორკილები ზურგს უკან ეკეთა, დე სოუზამ რევოლვერი ამოიღო და გაისროლა, რის შედეგადაც რატანა გულსა და ფილტვში დაჭრა. მეორე გასროლამ რატანას ფეხში მოხვდა. მეოთხე გასროლამ დე სოუზას კისერში მოხვდა, რამაც ტვინის დაზიანება გამოიწვია. ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რატანა გარდაიცვალა, რაც 2012 წლის შემდეგ ბრიტანელი პოლიციელის პირველი სასიკვდილო სროლა გახდა. გამოძიებამ აჩვენა, რომ დე სოუზას იღლიაში დამალული ჰოლსტერი ჰქონდა, რომელიც დაკავებისას პოლიციელებს გამურჩათ. პოლიცია მიიჩნევს, რომ მან რევოლვერი პოლიციის მიკროავტობუსში ხელში გადაიტანა. 2020 წლის ნოემბერში დაკავებული დე სოუზა 2021 წლის ივნისში მკვლელობის ბრალდებით წარადგინეს სასამართლოში. 2023 წლის აპრილში მან თავი უდანაშაულოდ ცნო, განაცხადა, რომ ასპერგერის სინდრომი ჰქონდა და ნერვული აშლილობა განიცადა. Northampton-ის Crown-ის სასამართლოს პროცესის შემდეგ დე სოუზა დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს უადო პატიმრობა გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე, რომელიც ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის არის განკუთვნილი, რადგან საქმეში აღმოჩნდა დაგეგმვისა და წინასწარი განზრახვის მაღალი ხარისხი. შემდეგ მან გაასაჩივრა, მაგრამ მისი საჩივარი უარყვეს. Number 6. Kate Rainieri, რომელიც 1960 წელს ბრუკლინში დაიბადა, სარეკლამო სააგენტოს აღმასრულებელი მამისა და ბალრომის მოცეკვავე დედის ოჯახში, არც ერთი მათგანის გზას არ გაჰყვა. როდესაც ოჯახი ნიუ-იორკის ქალაქ საპერნში გადავიდა, Rainieri მეცნიერებასა და მათემატიკაში გამოირჩეოდა და უმაღლესი განათლების მისაღებად კოლეჯში ჩააბარა. კოლეჯის დასრულების შემდეგ Rainierმა დაიწყო მუშაობა პროგრამისტად და კონსულტანტად, სანამ საკუთარ კომპანიას სახელად Consumer Byline დაარსებდა. თუმცა, როდესაც რეგულატორებმა ეს ბიზნესი გამოიძიეს, აღმოაჩინეს, რომ ეს იყო პირამიდული სქემა და Rainier's ჯარიმის გადახდა დაეკისრა. 8 წლის შემდეგ 1998 წელს Rainierმა დაარსა Executive Success Programs, რომელიც მოგვიანებით Nexia's სახელით გახდა ცნობილი, კომპანია, რომელიც შემდეგ ძალადობრივ დანაშაულებთან დააკავშირეს. პროგრამ თავდაპირველად თვითდახმარების აღმასრულებელი coaching-ის სახით დაიწყო, მაგრამ ძალიან მალე გაცილებით შემაშფოთებელ რამედ გადაიქცა. კომპანიის შიგნით არსებობდა ქვეგანყოფილება სახელად Dominus Obsequious Sororium, ანუ DOS, საიდუმლო კულტი, სადაც Rainieri თავს თვითდახმარების გურუ დასაღებდა და საკუთარ თავს ვანგარდს უწოდებდა. ისინი, ვინც კომპანიას გულუფხილოდ უერთდებოდა, Rainieris მიერ მანიპულირებასა და კონტროლს ექვემდებარებოდნენ და საბოლოოდ მისი მიმდევრების ნაწილი ხდებოდნენ. საიდუმლო საზოგადოება ხელმძღვანელობდა ქალების დამღიანებას, სადაც გურუ მათ სხეულებზე საკუთარ ინიციალებს დოვებდა. ეს ქმედება კიდევ უფრო ხაზს უსვამდა ესეთი სექტორი ორგანიზაციების საფრთხეებს. ძალის ბოროტად გამოყენება, მანიპულაცია და ძალადობა თვითგანვითარების საპარკვეში მალებოდა, მაგრამ ცოტამ თუ იცოდა, რა საშინელებებში ეხვეოდნენ ისინი. გარდა უცნაური მოთხოვნისა, რომ სხეულზე დამღა დაესვათ, ქალებს აიძულებდნენ ჩაეწერათ ყალბი აღიარებები და მიეწოდებინათ ორგანიზაციისთვის შიშველი ფოტოები, რომლებიც შანტაჟისთვის იქნებოდა გამოყენებული, თუ ისინი მამხილებლად გამოსვლას გადაწყვეტდნენ. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ასაკის ქალები სექტაში ჩაითრეოდნენ, რომელთაგან ბევრი ტრაფიკინგის მსხვერპლი ხდებოდა და აიძულებდნენ შეესრულებინათ ის ქმედებები, რაც ვანგარდს სურდა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯები დომინირებდა სექტაში, როგორც წესი ისინი განსხვავებული აზრის მქონეებზე ხორციელდებოდა. 1998 წლიდან 2017 წლამდე Rainieris დანაშაულები გრძელდებოდა, სანამ რამდენიმე მსხვერპლმა და ყოფილმა წევრმა საბოლოოდ არ გამოავლინა ეს საიდუმლო. მაშინ დაიწყო გამოძიება და იმავე წელს საგამოძიებო ჟურნალისტებმა გააშუქეს DOS-ის არსებობა და ყურადღება გაამახვილეს შიგნით მიმდინარე სისასტიკეზე. სტატიებში საუბარი იყო დამღებზე, იძულებით დიეტებზე და მონობაზე.
საზოგადოებრივი აღშფოთების შემდეგ Nexias-ა და Rainier-ის წინააღმდეგ ოფიციალურად დაიწყო და გაიხსნა სისხლის სამართლის გამოძიება. თავდაპირველად გურუმ უარყო მსგავსი ბრალდებები და მოახერხა მექსიკაში გაქცევა, რაც გამოძიებას ხელი შეუშალა. მაგრამ ხელისუფლებამ შეძლო მისი კვალზე გასვლა და 2018 წლის მარტში საბოლოოდ დააგავეს. შემდგომმა გამოძიებამ, რომელიც მსხვერპლთა და ყოფილი წევრების ჩვენებებს ეყრდნობოდა, სერიოზული ბრალდებები წაუყენა Rainiers. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიცავდა trafficking-ის მცდელობას, trafficking-ის შეთქმულებას, რეკეტირების შეთქმულებას, სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ჩადენილი თაღლითობის შეთქმულებას და იძულებითი შრომის შეთქმულებას. მომდევნო წლის ივნისში Rainieri ყველა მუხლით დამნაშავედ ცნეს, ხოლო სასამართლო პროცესზე გამშავნებულმა დეტალებმა საქმეს კიდევ უფრო მეტი საშინელება შემატა. ის სამუდამო პატიმრობაში გაამწესეს და აღარასოდეს ეხილავს დღის სინათლეს. Number 5. 1980 წელს Beatles-ის ერთ-ერთი ლიდერი John Lennon-ი მოკლეს მანჰეტენში, მისი ბინის შენობის წინ, 8 დეკემბერს. მონქთარის ავტორი Mark David Chapman ფავს დაესხა Lennon's და მის ცოლს Yoko Ono-ს, როცა ისინი სახლში ბრუნდებოდნენ. Chapman-ი, რომელმაც იმავე დღეს Lennon's ხელი მოაწერინა თავისი ალბომისთვის Double Fantasy, 38 კალიბრის რევოლვერით ესროლა და Lennon's 4-ჯერ მოხვდა. Chapman-ი არ გაქცეულა, არამედ გვერდით ჩამოჯდა და დაიწყო წიგნის თამაში ჯვავის ხანაში კითხვა. პოლიცია სწრაფად მივიდა, Chapman-ი დააკავა და Lennon-ი რუზველტის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც საღამოს 11:15 საათზე გარდაცვლილად გამოაცხადეს. Chapman-ი, Hawaii-დან ყოფილი დაცვის თანამშრომელი Beatles-ის, განსაკუთრებით კი Lennon-ის მიმართ იყო შეპყრობილი. ის სულ უფრო არასტაბილური ხდებოდა და აკვიატებული ჰქონდა რომანი თამაში ჭვავის ხანაში, სადაც საკუთარ თავს აიგივებდა მთავარ გმირთან, Holden Caulfield-თან, რომელიც ფარისეულობის მტერი და მოჩვენებითი ადამიანების წინააღმდეგ მებრძოლი იყო. Chapman-მა დაიწყო იმ ადამიანების სიის შედგენა, ვისაც მოკლა სურდა, მათ შორის Lennon-იც იყო. მან სამსახური დატოვა, იარაღი იყიდა და ნიუ-იორკში გაემგზავრა. პირველი ხოქმანის შემდეგ ის დაბრუნდა მე-6 დეკემბერს, რათა ჩაედინა დანაშაული, რომელსაც თვეების განმავლობაში გეგმავდა. შემდგომმა გამოძიებამ აჩვენა, რომ Chapman-ი Lennon-ის მოკლით დიდებას ეძებდა და მას აღი ჰქონდა როგორც Paris Sevils. განსაკუთრებით Lennon-ის განცხადება, რომ Beatles-ი ESO-ზე უფრო პოპულარული იყო, რასაც Chapman-ი თვლიდა, რომ მისივე სიმღერა God-ს ეწინააღმდეგებოდა. და მდიდრული ცხოვრების წესი, რომელიც თითქოს ეწინააღმდეგებოდა სიმღერა Imagine-ის ტექსტს, მაგალითად ფრაზას წარმოიდგინე, რომ არ არსებობს ქონება. Schizophrenia-ის შესაძლო დიაგნოზის მიუხედავად, Chapman-მა 1981 წლის ივნისში თავი დამნაშავედ ცნო მეორე ხარისხის მკვლელობაში და განაცხადა, რომ უფლისნებას ასრულებდა. მან 20 წლიანი სასჯელი მიიღო. პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება 2000 წლიდან აქვს, თუმცა გათავისუფლებაზე 14-ჯერ უარი უთხრეს და შემდეგი მოსმენა 2027 წელს ექნება. Number 8. 1987 წელი იყო, როცა Kentში, Tunbridge Wells-ში ორი ცხედარი იპოვეს. სხვერპლები იყვნენ 25 წლის Wendy Nelly და 20 წლის Carolyn Pierce. ორი სხვადასხვა თავდასხმის მსხვერპლი, უცნობი თავდამსხმელის მიერ მოკლულნი, რომლის ვინაობაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უცნობი დარჩა. Nelly და Pierce-ის საქმეები დაუსჯელი დარჩა, ხოლო საზოგადოება ცდილობდა გაეგო ესეთი საზარელი დანაშაული, რომელიც ორი უდანაშაულო ადამიანის მიმართ განხორციელდა. თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობის გამო, შემთხვევის ადგილზე ავებული DNA-ის ნიმუშები უბრალოდ შეინახეს იმ იმედით, რომ ოდესმე დამნაშავეს დაუკავშირებდნენ. მხოლოდ 2020 წელს მსოფლიომ შეიტყო ამ მანიაკის ვინაობა, თუმცა მანამდე კიდევ არაერთი სისასტიკე ჩაიდინა, რამაც მას სახელი მორგის მონსტრი მოუტანა. 2007 წელს გადახედვისას ამ გაუხსნელ საქმეს დადგინდა, რომ დამნაშავის დნმ ორივე დანაშაულის ადგილს ემთხვეოდა. ამან აჩვენა, რომ ეს ორი ცალკეული თავდასხმა სინამდვილეში ერთი თავდამსხმელის მიერ იყო ჩადენილი. მიუხედავად ამ გარღვევისა, დნმ-ის მფლობელი უცნობი დარჩა 2020 წლამდე. როდესაც 30 წლის წინანდელი საქმის კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო, საბოლოოდ გამოვლინდა ის კაცი, ვინც ყველაფრის უკან იდგა. 2020 წლის დეკემბერში 67 წლის David Puller-ი ხელბურგილებით დააკავეს და საგანში გადაიყვანეს. დიდი დრო არ გასულა, რომ ის 1987 წელს ორი ქალის მკვლელად ამოიცნეს. იმ დროს ამას არავინ იცოდა, მაგრამ ეს საქმე ბევრად უფრო შემადრწუნებელი უნდა გამხდარიყო. Puller-მა არა მხოლოდ ეს ორი ქალი მოკლა, არამედ კიდევ რამდენიმე საზარელი დანაშაულიც ჩაიდინა 12 წლის განმავლობაში და ეს დანაშაულები თავადვე ჩაიწერა, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ გამოიყენეს სასამართლოში. ამ 12 წლის განმავლობაში Fuller-ი ელექტრიკოსად მუშაობდა ორ სხვადასხვა საავადმყოფოში, კენტისა და სასექსის საავადმყოფოში, რომელიც Tunbridge Wells-ში მდებარეობს და თავად Tunbridge Wells-ის საავადმყოფოში.
ორივე ამ საავადმყოფოში მას მისცეს სპეციალური ბარათი, რომელიც ყველა ზონაში შესვლის უფლებას აძლევდა, მათ შორის მორგშიც. მორგი გახდებოდა დანაშაულის ადგილი, სადაც ფულერი თავის შემდეგ 101 დანაშაულს ჩაიდენდა იმ ქალების მიმართ, რომლებიც იქ მოხვდებოდნენ და არც ერთი ასაკობრივი ჯგუფი არ დაინდო. ფსიქიკურად აშლილი საავადმყოფოს ელექტრიკოსი ერთი გვამიდან მეორეზე გადადიოდა. სხვერპლები, რომლებიც ავარიებს საოპერაციოში ან ტერმინალურ პალატებში გარდაცვლილიყვნენ, თავს ესმოდა მათ და წარმოუდგენელ საშინელებას ჩადიოდა დახურული მაცივრის გარების მიღმა. სასვენ ოთახში ვიდეო თვალთვალი არ იყო, რათა პაციენტების ღირსება დაცული ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში ესეთი იყო განზრახვა. საბედნიეროდ, ფულერის დანაშაულების დასამტკიცებლად სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საჭირო არ იყო, რადგან მის სახლში ჰითფილდში კომპიუტერის მყარი დისკის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა. 840,041 ფოტო და 504 ვიდეო ასახავდა მისი ძალადობის მასშტაბებს და მის დაუცხრომელ ინტერესს ქალების მიმართ ძალადობისა და მათი მკვლელობისადმი. მორგის მონსტრი 71 წლის ასაკში, ეხლა ზის საკანში მაიკლ სტოუნთან და ვეინ კაზინსთან ერთად და არც ერთ მათგანს აღარასოდეს მოუწევს დღის სინათლის ნახვა. მესამე ნომერი. მშვიდ ორშაბათ-დილას 2023 წლის მაისში, დილის 10 საათამდე ცოტა ადრე, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები გამოიძახეს დალტონში მომხდარის შემზარავის შემთხვევის ადგილზე. მოსვლისას სახლში ორი უძრავი სხეული იპოვეს, რომლებსაც მრავლობითი დაზიანებები ჰქონდათ მიღებული. მათი იდენტიფიცირება დიდ დროს არ მოითხოვდა. ისინი იყვნენ 25 წლის სტივენ ჰარნეტი და 27 წლის კათი ჰიგდენი წყვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიწყო ურთიერთობა. ესევე იმავე ტერიტორიაზე იყვნენ კეთის ოთხვილი, რომლებმაც დანაშაული არ ნახეს, მაგრამ სავარაუდოდ მისი მიმდინარეობა გაიგონეს, როცა შიშით იმალებოდნენ. რადგან დაუყოვნებლივ ეჭვმიტანილები არ ხავდათ, პოლიციამ მოსახლეობას მიმართა ინფორმაციისთვის, იმ იმედით, რომ ვინმე გამოჩნდებოდა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ გამოავლინა მსხვერპლთა მძიმე და მამაცი ბრძოლა. კეიტის სკილზე 99 თრილობა აღმოაჩინეს, მათგან 20-ზე მეტი მის სახეზე იყო მიყენებული, თითოეული ბასრი იარაღით. სტივენს 24 ჭრილობა მიაგენეს და თავის პარტნიორთან ერთად მიატოვეს, რომ ამ ჭრილობებს ემსხვერპლა. რამდენიმე დღე გავიდა, სანამ პოლიცია საბოლოოდ ეჭვმიტანილს დაადგებოდა და დააგავებდა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. საქმის განვითარებასთან ერთად გამოვლინდა შემაწვრთუნებელი, გააფრთხებით ჩადენილი ორმაგი მკვლელობა. ეს იყო კეიტის ყოფილი მეგობარი ბიჭი, რომელმაც დეტექტივის ყურადღება მიიპყრო. 35 წლის მარკუს ოსბორნს ოჯახური ძალადობის ისტორია ჰქონდა, განსაკუთრებით თავის პირველ მსხვერპლთან. ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ მკვლელობები მოხდებოდა. ყველაზე შემაჩფოთებელი ის იყო, რომ მსხვერპლმა პოლიციას უთხრა, ოსბორნმა სიცოცხლის სართმევით დამემუქრაო. და იმ დღეს, როცა ის კინოში პაემნიდან სახლში ბრუნდებოდა, სწორედ ეს მოხდა. დაუნდობელი თავდამსხმელი ჰედერსფილდის სახლში შეიჯრა, კეიტის თავს დაესხა და სიცოცხლე წაართვა. შემდეგ მან მისი ტელეფონი და სნეპჩატის ანგარიში გამოიყენა, რათა შემდეგი მსხვერპლის შემთხვევის ადგილზე მიეტყუებინა. სტივენს მოულოდნელად თავს დაესხნენ და რამდენიმე წამში მოკლეს. მტკიცებით, ოსბორნმა შემდეგ განაცხადა, რომ რომეო და ჯულიეტა ეხლა უკვე ერთად შეიძლება გარდაიცვალონ. ცხადი იყო, რომ მას ავადმყოფურმა ეჩვიანობა მოიცვა. ორივე თავდასხმის შემდეგ მან კიდევ ერთი ქალი გაიდაცა და იმავე სახლში მიიყვანა, სადაც მასზე იძალა და დანით ემუქრებოდა მთელი საღამოს განმავლობაში. უცნაურად ის მეზობლებსაც კი ცდილობდა დაეპატიჟებინა, რათა სხეულები ენახათ. უცნობია თუ ვინმე მიიღო თუ არა მისი შეთავაზება. ოსბორნს აღმოაჩნდა კიდევ რამდენიმე მსჯავრი ძალადობრივ დანაშაულებზე, რომლებიც მის ორ ყოფილ პარტნიორთან იყო დაკავშირებული. 2024 წლის მარტში მან აღიარა თავი დამნაშავედ პირველი ხარისხის ორი მკვლელობის, ერთი თავდასხმის და კიდევ ერთი უკანონო თავისუფლების აღკვეთის მუხლებით. სასამართლო პროცესი გაიმართა ლიდსის კრაუნის სასამართლოში, სადაც მას უადო პატიმრობა გათავისუფლების უფლების გარეშე მიუსაჯეს, რაც ნიშნავს, რომ ის აღარასოდეს გათავისუფლდება იმ რკინის კისოსებიდან, რომლებშიც ახლა მისი უკონტროლო ძალადობაა ჩაკეტილი. Number 4. 2012 წლის 20 ივლის შუაღამის სეანსის დროს, როდესაც Century Tex-Mex Multiplexში, აურორაში, კოლორადოში მიმდინარეობდა ფილმის ბნელი რაინდის აღზევება ჩვენება, 24 წლის ჯეიმს ჰოლმსი საგანგებო გასასვლელით შევიდა მეცხრე დარბაზში. ფილმის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ნიღბიანი თავდამსხმელი, რომელიც დამცავ აღჭურვილობაში იყო გამოწყობილი, ხედვის შესაზღუდად ყვამლის ხუმბარები ისროლა და შემდეგ სროლა დაიწყო. მას ჰქონდა რამდენიმე იარაღი, მათ შორის 12 კალიბრიანი Remington 870 Smith Wesson-ის M და P15 და 0.40 კალიბრის Glock 22. თავდასხმამ გამოიწვია 70 ტყუის გასროლა, რის შედეგადაც 12 კინომოყვარული დაიღუპა და 70 მძიმედ დაიჭრა.
გაოგნებულმა პოლიციამ ჰოლმსი ადგილზე დააკავა, სადაც მან გავრცელებული ინფორმაციით თავი ჯოკერად გამოაცხადა და გააფრთხილა სამართალდამცველები, რომ მის ბინაში ასაფეთქებელი ხაფანგები იყო მოწყობილი. შემდგომში ასაფეთქებელი ნივთიერებების განყოფილებამ ბინაში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები დააფიქსირა, რომლებიც მავთულებით იყო დაკავშირებული. მათი ამოქმედების შემთხვევაში ბინა და მიმდებარე საცხოვრებელი ერთეულები განადგურდებოდა. წინასწარ ბოლო 60 თვის განმავლობაში ჰოლმსმა 4 ცეცხლსასროლი იარაღი და 6000 ვაზნა შეიძინა, რაც დანაშაულის წინასწარ დაგეგმილ ხასიათს უსვამს ხაზს. 2 წლის გამოძიებისა და სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც 2015 წლის 7 აგვისტოს დასრულდა, ჰოლმსმა სიკვდილით დასჯას თავი არიდა, რადგან ნაფიც მსაჯულებს ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის ნაცვლად მას მიესაჯა 12 სამუდამო პატიმრობა და დამატებით 3318 წელი თავისუფლების აღკვეთა პირობით გათავისუფლების უფლების გარეშე, იმ დროისთვის ასაშეშოში ყველაზე მომოქმედებელი ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულისთვის. Pure Valley ჯოან დენი, რომელიც ჰარპენდენში გაეზარდა და ადვოკატობაზე ოცნებობდა, მოზარდობაში სკოლას აცდენდა და ნარკოტიკებს იღებდა. საბოლოოდ კი უფროს მამაკაცთან ჯონ ტრეინორთან ერთად გაიქცა, რომელთანაც მილტონ კინსში შვილები ჰყავდა. მათი ურთიერთობა დაძაბული გახდა მისი მრავალრიცხოვანი რომანების, ხშირი გაუჩინარებებისა და ზარდი ძალადობის გამო, მათ შორის იყო დანათან ტარება და მკვლელობის სურვილის გამოხატვაც. Trainery 2009 წელს შვილებთან ერთად გაიქცა, რის შემდეგაც დენი კრიმინალურ მართლმსაჯულებასა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში აღმოჩნდა. 2012 წელს ანტისოციალური პიროვნების აშლილობა და სხვა ფსიქიატრიული დარღვევები დაუდგინეს, რის შემდეგაც დენი აგრესიული და არაპროგნოზირებადი გახდა. 2013 წლის 19 მარტიდან 29 მარტამდე 10 დღიან მკვლელურ სერიაში მან პიტერბოროში 3 მამაკაცი დანით სასიკვდილოდ დაჯრა. უძრავი ქონების დეველოპერი კევინ ლი, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა, პოლონელი ლუკაშ სლაბოშევსკი და მისი თანამცხოვრები ჯონ ჩეპმენი. თრილის მკვლელად წოდებული დენი 2013 წლის 2 აპრილს დააკავეს და იმავე წლის ნოემბერში დამნაშავეცნეს. 3 მკვლელობის გარდა მას 2 მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც საუვენეს. ჰერეფორდში ორშემთხვევით ჩერჩილ მამაკაცს დაესხა თავს, დანაშაულები, რომლებიც თავად მეტის მომდომებელ და სახალისო რამედ აღწერა. მან ყველა ბრალდებაში თავი დამნაშავეცნო, ავიარა, რომ მიზანმიმართულად ირჩევდა მამაკაცებს სამიზნედ და თითქოს და გასართობად მინიმუმ 9 ადამიანის სიცოცხლის დასრულებას აპირებდა. მისი ფსიქიკური აშლილობების მიუხედავად, დენი გათავისუფლების უფლების გარეშე უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ოლდ ბეილის სასამართლოში, რაც ნიშნავს, რომ ის არასოდეს გათავისუფლდება, რითაც გახდა მესამე ქალი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ეს სასჯელი მიიღო. ამჟამად ის ლოუ ნიუტონის ციხეში იხდის სასჯელს. დიდი მადლობა, რომ ვუყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ხილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოგჩერთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მაგრამ ჩემი სახელია თაფხუთ უცნობი და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.